ცეცხლის ხაზი. მშვიდობის ეთერშია ცეცხლის ხაზი, გადაცემა, რომელშიც საწინააღმდეგო პოზიციებზე დგანან არა მხოლოდ სტუმრები, არამედ წამყვანებიც. მე ვარ მაგდა ანიკაშვილი, ლიბერალი. მე ვარ ვაკა გორგილაძე, კონსერვატორი. სადგადის ზღვარი ადამიანის უფლებებსა და საზოგადოების უსაფრთხოებას შორის. ამ კითხვას, რომელზეც საათობით მსჯელობენ სხვადასხვა ფორუმებსა თუ კონფერენციებზე, თავშეყრილი ლიბერალები ცხადი არომატული ყავის თანხლებით ძალიან მარტივი პასუხი აქვს. სადაც ფეთქდება თვითმფრინავები, აეროპორტები და მეტროს სადგურები და სადაც ხილავენ ეროვნული დღესასწაულის მუზეუმი ოჯახებს. ზღვარი ნიშნავს ახალ ბომბებს და ახალ მსხვერპლს. ზუსტად იქ, სადაც ასე ძალიან უყვართ ინტელექტუალური საუბრები. დღეს ეს არის მოცემულობა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ყველამ. მისი პასუხისმგებლობაც კონფერენციის პანელთან არ სრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ იდეალისტური კეკლუცობის კარგად ნაცნობი ფინალი ასეთი ექნება. I will stop here, you will understand this. Today is a difficult day. And sorry. სინამდვილეში ერთადერთი მოცემულობა ის არის, რომ ტერორიზმთან ბრძოლით ყველაფრის გამართლება შეიძლება. შეიძლება ისეთი კანონი შემოიღო, რომელიც პრაქტიკულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, რაც გააკეთა ჯორჯ ბუშმა, როდესაც 11 სექტემბრის შემდეგ თითქმის პანიკაში მყოფ კონგრესს პატრიოტის აქტი მიაღებინა. შეიძლება ისე დაგეგმო და აამოქმედო მასობრივი მოსმენების უძვირესი და უმსხვილესი პროგრამა, რომ ეს თითქმის არავინ იცოდეს და ასეც იყო შტატებში, სანამ პროექტ პრიზმას შესახებ ინფორმაცია სნოუდენმა არ გაასაჯაროა. ისიც შეიძლება ყველას, ვინც ამ კომფორტის ზონის გარღვევას შეეცდება, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში დასდო ბრალი. აქ უკვე ქართული მაგალითებიც არსებობს, გავიხსენოთ, როგორ შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სამოქალაქო სექტორის კამპანია ეს შენგეხება ისევ გვისმენენ. ის ვარიანტი, რაც წარმოადგენს არასამთავრობოებმა, იყო პირდაპირ მნიშვნელობით კატასტროფის ტოლფასი და ეს საფრთხე შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულად ეფექტურად მუშაობას. და რამდენიმე თვის წინ, 2 თვის წინ ჩვენ გვესმის, რომ იწყებენ ჩემს აბსოლუტურად გაუგონარ კამპანიას, სახელწოდებით ეს შენგეხება, ამას მე უწოდებ პირდაპირ მნიშვნელობით ქვეყნის ძირგამოწყდა საქმიანობას. უნდა დავთვალოთ თუ არა პირადი თავისუფლება უსაფრთხოების სანაცვლოდ ამ შეკითხვას დღეს ცეცხლის ხაზის საპირისპირო პოზიციებიდან უპასუხებენ ლაშა ნაცმუშვილი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ნინო ლომჯარი, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი. ჩვენი ინტერაქტივის კითხვა, რა უფრო დიდი ფასეულობაა თქვენთვის, პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? მე აგიხსნით გადაცემის წესებს, იმ შემთხვევაში თუ კამათი უმართავ სახეს მიიღებს, მე გამოვიყენებ ზარს, რაც ნიშნავს, რომ დისკუსია უნდა შეწყდეს. პირველი კითხვა, ნინო, თქვენთან მაქვს ეს კითხვა. დღეს საქართველოს არის, პრაქტიკულად არის საომარო ვითარებაში. დღეს არის უამრავი გლობალური საფრთხე, მათ შორის ტერორიზმის საფრთხე. ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც მიდგომები უნდა შეიცვალოს? ის, რაც დასაშვები და გამართლებული იყო მშვიდობის დროს, დღეს არ არის სასურველი და პირიქითაც შეიძლება გარკვეულ ხიფას უქმნიდეს სახელმწიფოს მის გრადებს. ნინო კი არა მეცავ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის უკონტროლო სამართალდამცავი სისტემები, ანუ დაუბალანსებელი კონტროლი ძალოვანი უწყებების ხელში და რატომ? მე ნამდვილად არ მგონია, რომ დღეს თუ თუნდაც მით უმეტეს წინა ხელისუფლების დროს, როდესაც წინა ხელისუფლება უსმენდა, ან დღეს უსმენს ვინმე ძალოვანი სისტემები, ისინი მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს უსმენენ. ისინი უსმენენ პირველ რიგში და უსმენენ საკუთარ თანაგუნდელებს და ამას იყენებდნენ მათ წინააღმდეგ. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ყველა ხელისუფლება შეიცვლება, ხო, დემოკრატიულ ქვეყანაში, იმ ხელისუფლებამ, რომელიც დღეს არის, რომელსაც დღეს აქვს ძალაუფლება, უნდა იფიქროს, რომ ისეთი სამართალდამცავი სისტემა შექმნას, ისეთი კონტროლის მექანიზმი დაუწესოს, რომ ეს ყველაფერი მას შემდეგ საწინააღმდეგოდ არ მოუბრუნდეს და როდესაც დღეს ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერები, რატომ ჩდება პირველი კითხვა, კი არა და პირველი ეჭვი, რომ ეს არის სახელმწიფო უწყებები, იმიტომ რომ ჩვენ
არ გვაქვს სამართლებრივად გარანტირებული საკმარისი დაცვის გარანტიები, რომ ისინი უხეშად და უკანონოდ არ ჩაერევიან ჩვენ პირად ცხოვრებაში. და დამასრულებინეთ, რატომ გგონიათ, რომ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც გაურცელეს ესეთი ტიპის ინფორმაციები, ვის გულისხმობთ კონკრეტულად შეიძლება? არ, ნამდვილად არ ვაპირებ ხა კონკრეტულ ადამიანების დასახელებას, მაგრამ გახსოვს ხო პირადი ცხოვრების. კი, მაგრამ მე რატომ გგონიათ, რომ ეს არის კადრების გავრცელება დაკლებად უკავშირდება ხელისუფლებას, ამჟამად უკავშირდება და ავხსნი რატომაც. აი ეს არის პრეზუმპციის დარღვევა. ხო, რატომ გგონიათ, რომ როდესაც მე თუნდაც სატელეფონო ჩანაწერს გამივრცელებს ვიღაცა, ეს ჩემ წინააღმდეგ ტერორი არ არის, ეს არის ძალიან სერიოზული მორალური ტერორი და ეს ადამიანები, ვისაც შეიძლება გაურცელონ ეს უწოდება ტერორისტულ აქტს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ბოლო-ბოლო ნათქვამი, რომ არსებული სისტემა არ უზრუნველყოფს კონსტიტუციური დაცვის გარანტიებს, არის არაკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, როდესაც ესეთი ტიპის ჩანაწერები ვრცელდება, პირველი ეჭვი არსებობს სახელმწიფოს. მე არ ვსაუბრობ, რომ ყველა შემთხვევაში სახელმწიფოა ჩართული. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც ასევე გვაქვს ჩვენ არასამთავრობო სექტორს, არის არამხოლოდ თქვა სუსის მოქმედებები და იგივე ოტოს თუ კანონებთან არსებული პრობლემები, არამედ გამოძიების არაეფექტურობა და პირველ რიგში პროკურატურის არაეფექტური მოქმედება. ჩვენ დღემდე წერილების გაგზავნილი გვაქვს ოფიციალური და არც ოფიციალური პასუხები და არც საჯარო ინტერესი არ დაკმაყოფილებულა პროკურატურის მხრიდან და მე თქვენ გეკითხებით როგორც ყოფილ პროკურორს მაღალჩინოსას პროკურატურის რა გააკეთეთ თუნდაც მაშინ როდესაც იყავით პროკურატურაში რომ გამოძიებულიყო სისტემური დანაშაული ვინ იდგა ამ სისტემის უკან მისი შემქმნელები მის ბრძანების გამცემები რომელი ადამიანები იდგნენ ვინ დაისაჯა ამიტომ რომ მათ შორის ბოლოსაც როცა შევხვდით ჩვენ ამჟამინდელ პროკურორს მან თავარ პროკურორს მან გითხრა რომ უკვე 4 წელია ფაქტიურად გასული იმ კადრების აღმოჩენის შემდგომ, მაგრამ თქვა რომ ეს არის ძალიან რთული საქმე, რომ ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს და დღემდე არ არის ეს გამოძიებული. მე მაინტერესებს თქვენ დროს რა გაკეთდა და რამდენად არ არის საკმარისი 4 წელი იმისთვის, რომ ამ შეკითხვებზე მივიღოთ ჩვენ პასუხი. მე ვერ ვილაპარაკებ იმაზე უბრალოდ. მე სრულად ვიზიარებ პასუხისმგებლობას ყველაფერს იმაზე, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, ვინაიდან მე არ ვიყავი ამ ხელისუფლების მხოლოდ აღმასრულებელი ნაწილი, მე ამ პოლიტიკურ გუნდთან ერთად ვიყავი ხალხის მიერ არჩეული და სრულად ვიზიარებ პასუხი მიუხედავად იმისა, მე უშუალოდ რისი ოპერატორი ვიყავი, დაუშვათ მხოლოდ მე არ გავყოფ ზღვარს, რომ მე პასუხს ვაგებ რაღაც 2013 წლის ნოემბრამდე, ვიდრე მე პროკურორი ვიყავ. ეს არ არის. ეხლა რაც შეეხება ქმედით სამართლებრივ რეაგირებას. მე ჩემი მეხსიერებაში არის ათეულობით სისხლის სამართლის დევნა დაწყებული წინა ხელისუფლების კონტრდაზვერვის, კუდის და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლების და მათი ხელმძღვანელი მუშაკების დეპარტამენტის უფროსების და მინისტრის მოადგილეების და მინისტრების მიერ. ეს არის დაწყებული. ჩემ პერიოდში ბევრი დაწყებული იყო დევნა და ბევრი მათგანი დამთავრდა გამამტყუნებელი განაჩენით. ეს განაჩენები ზოგი საპროცესო შეთანხმების რეჟიმში, მაგრამ გამამტყუნებელი საპროცესო შეთანხმება, როდესაც გამოძიება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის სასჯელზე ურიგდება ბრალდებულს მიღებული პრაქტიკა არის და იზოგება დროც და რესურსებით. რამდენიმე მათგანი თუ არ უცდები, თუ სწორად მახსოვს, იქნა განრიდებული. აი უშუალოდ იქ იყო 15 წლის ბავშვი, რომელმაც დაამზადა კომპიუტერული ვირუსი. იყო არასრულწლოვანიც იყო, ანუ დაწყებული ლაბორატორიიდან, მეცნიერული ლაბორატორიიდან, სადაც შემუშავდა ეს ვირუსი, რომელიც აძლევდა საშუალებას არასანქცირებულ შეღწევაზე კომპიუტერში, ტელეფონში და ასე შემდეგ. აი იმ IT-შნიკებიდან დაწყებული, აი ესენი ყველანი იყვნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული და დადგა მათ მიმართ განაჩენი. მეცაც გეტყვით მოქალაქეს. გააქვთ დღეს პასუხი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გასცა პასუხი ვინ იდგა იმ სისტემის უკან. ვინ იყვნენ ბრძანების გამცემები, რისთვის არქივდებოდა ეს მონაცემები, დაისაჯნენ ეს ადამიანები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიიღეთ პროკურატურისგან ადამიანმა, რომელიც ეხა არ ხართ უბრალოდ პროკურატურაში და დაინტერესებული ხართ ამ ყველაფრით. გააქვთ ამ ყველაფერზე პასუხი? დაისაჯა ყველა ის ადამიანი, ვინც ამის უკან. მოდი ესე ვთქვათ. დათ ახალაია იყო კონსტიტუციური საფრთხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დათ ახალაიას ჰქონდა უშუალო შეხება პირდაპირი კავშირი პრეზიდენტთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან. დათ ახალაია
საქართველოს დატოვა 2011 წლის 2012 წლის 1 ოქტომბერს. ანუ ის გავიდა ქვეყნიდან მანამდე, ვიდრე ხელისუფლება გადაიბარა ქართულმა ოცნებამ. თუ კი არ იქნება ღირებული მტკიცებულებები, რომ დათა ახალაია უშუალოდ ბრძანებას იღებდა ამ ყველაფრის განხორციელებაზე სააკაშვილისგან ან მერაბიშვილისგან, თქვენ როგორ სწორი იქნება მათი დევნის დაწყება და მერე გამამართლებელი განაჩენების დაყენება. ამიტომ ეს არის მრავალმხრივი საკითხი. პოლიტიკური ნება, რომ სისტემა ყოფილიყო გამომზეურებული და დაждილი ყოფილიყო და თქვენ იცით რომ ბრალი ინდივიდუალური კატეგორია და თუ საჭირო კრიტიკული რაოდენობა მტკიცებულებების არ შეგროვდა, მაშინ სისხლის სამართლების დევნის დაწყება არასწორია. ლოგიკურად რო გავყვეთ რა. და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროს, შინაგან საქმეთა მინისტრია პრემიერ-მინისტრი ციხეში ზის. ციხეში გასამართლებელი არ ზის ეს ადამიანი. ხო? რომ ორგანიზება გაუწევს. იცით რა? ფარული მოსმენების გამო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ არ ყოფილა. მოდი პატარა მოდელირება გავაკეთოთ. ფარული მოსმენების ორგანიზება რომ გააკეთა ვანო მერაბიშვილმა, ამაზე საკმარისი მტკიცებულებები თუ არ იქნებოდა, უნდა დაწყებულიყო დევნა. შეკითხვა მექნება თქვენთან. თუ გაუფრთხილებლობით, თუ დაუდევრობით დაგვეწყო მის მიმართ დევნა. ანუ ვანო მერაბიშვილზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როგორ შეიძლება ანუ არ მინდა ეხა კიდე დავუმძიმო ბრალი, მაგრამ რანაირ თქვა თუნდაც ხო მტკიცებულებები იყო ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა არქივი. დიახ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს არის უწყება, სადაც ესე ქაოტურად არაფერი არ ხდება, ხო? იქ კონკრეტული პირები იძლევიან კონკრეტულ დავალებას, ერთვებიან კონკრეტული შემსრულებლები, ყენდება მოწყობილობები, შემდეგ იქიდან მოდის ინფორმაცია, ვიღაცა ამას აგროვებს და ასე შემდეგ. ანუ კონკრეტული პირები კონკრეტულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. რა მტკიცებულება რატო გახდა ესეთი რთული მტკიცებულების მოპოვება, როცა მთელი მტკიცებულებები შეგროვებულია და დევს მხოლოდ გამოკითხვა არის საჭირო იქ კონკრეტული თანამშრომლების, ვინ იძლეოდა დავალებას, ვინ რაზე იყო პასუხისმგებელი, ვინ ქმედებდა, მოქმედებდა უფლებამოსილების გადამეტებით და ვინ ასრულებდა დანაშაულებრივ ქმედებას. ეს სქემა თუ არ არის გაშიფრული, როცა ხელის გულზე გვაქვს მტკიცებულებები. მაშინ გავყვეთ ლოგიკას, ხო? არის ოპერატიული თანამშრომელი, რომელსაც მიიღო დავალება განყოფილების უფროსისგან დაეყენებინა N სასტუმროში, N მოსასმენი აპარატურა და ედევნებიდა თვალყური N პოლიტიკურად აქტიური ან რაღაც პიროვნებისთვის. ოპერმა მიიღო დავალება თავის ხელმძღვანელისგან, ამ ხელმძღვანელმა მიიღო დავალება დეპარტამენტის უფროსისგან, დეპარტამენტის უფროსმა, დანაყოფის უფროსმა მიიღო დავალება დეპარტამენტის დირექტორისგან. აი ეს მთელი ჯაჭვი გაშიფრულია და ყველა არის მიცემული სისხლის პასუხისმგებაში. დეპარტამენტის უფროსი არის გაქცეული. ჩვენ მის და მინის შორის გვაქვს მხოლოდ მტკიცებულება, რომ ეს ჩვენ გვაქვს წმენა. მეც და თქვენც და საზოგადოებასაც, რომ დათა ახალაია ამას ვანო მერაბიშვილის ბრძანების გარეშე არ აკეთებდა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამის პირდაპირ მტკიცებულება იმისთვის საკმარისი, რომ ვანო მერაბიშვილი კონკრეტულად აი ამ დანაშაულის თვის მისი დევნა დაიწყოს და მივიდეთ ლოგიკურ, ანუ გამამწვანებელგან ჩვენ რა გვინდა გაამართლონ, თუ საკუთარ თავს და მოქალაქეებს შეურაცხყოფა მივაყენოთ და დავიწყოთ მისი დევნა დაუდევრობით, რომ იცით გულგრილი ხომ არ იყო ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია მისი ბრძანების და მისი ყურადღების მიღმა ხო არ ახორციელებდა ამ სისტემურ დანაშაულს. არა. ჩვენ ამ შემთხვევაში მე აი ძალიან დეტალებზე გესაუბრებით ახლა იმ სისხლის სამართლებრივი დევნის ტექნიკისა, როდესაც მე გამამართლებელი განაჩენი გამოდის, მე პროკურატურა ცუდია. ანუ თუ ნედლია საქმე, დევნა არ უნდა დაიწყო. თუნდაც აი ამ ესეთი დონის კრიტიკა მიიღო. თუ ნედლია, მე ვამბობ, ჩემ დროს არ იყო მოპოვებული პირდაპირ მტკიცებულებები ივანე მერაბიშვილის მიერ უშუალოდ გაცემულ ბრძანებაზე, აი ესეთი ტიპის არ იქნა მოპოვებული მტკიცებულებები. რაზეც იქნა მოპოვებული მტკიცებულებები? 26 მაისს ის იქნა გასამართლებული. თანხების გაფლანგვაზე, ანუ პოლიტიკური ნება ის წარმოშობს ეჭვებს, რომ არის დანაშაულები, თქვენ არასამთავრობო სექტორმა ეფექტური გამოძიება და არის ამ ტიპის დანაშაული მოსმენები, სადაც საზოგადოებას არ მიეწოდება, თუ ესეთი რაღაცა ხდება
ნინო, ჩვენს პოლიტიკურ, აი, მაგდა, მოდი ლოგიკას გავყვეთ. ინფორმაცია რამდენი პირის მიმართ დაიწყო დევნა, რამდენი პირის მიმართ? ათეულობით. რატო არა მეგობრებო, შინაგან საქმეთა ministris მოადგილე შოთა ხიზანიშვილზე დადგა გამომწყობებელი განაჩენი. დათა კი კონკრეტულ ფაქტზე. წინა ხელისუფლების თანამშრომელი გათავისუფლდა. ათეულობით. 2 და 3 ადამიანი არ იქნებოდა, აქ იქნებოდა ძალიან ბევრი. ათეულობით, ნინო, ათეულობით. 10,000 არ მუშაობდა. არა, ხაილი არის თქო, შეგროვებული და გვაქვს ასევე იმის მტკიცებულება, რომ იქ სადაც იყო დამონტაჟებული, თუნდაც პარტიულ ოფისებში, თუნდაც რესტორნებში, ამოღებულია ეს აპარატურა და თუ ისევ იქ კარგი, მაშინ კიდევ ერთხელ გამოძიებას აპარატურა ისევ როგორც ინფორმაცია მალფუჭებადია, მე მინდა გითხრათ რა. მალფუჭებადია ის აპარატურა ისევ როგორც ინფორმაცია, რომელიც ტელევიზორში ჩაყენდება, ან იმაში ის მტკიცებულებებით გვინდა. უმრავლესობა არის მოხსნილი და ამოღებული და ამოიღეთ, რატომ სიუჟეტები არ გაკეთდა ამაზე, როგორ არ გაკეთდა? გვენახა მაშინ გეტყვი. როდესაც გავასაჯაროეთ კადრები, პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონოდ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია ახორციელებდა სისტემურად მიყურადებას არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საჯარო პირებზე მათზე პოლიტიკური манипуляციის მოხდენის მიზნით. მათთან დაგროვდა კიდევ ვიმეორებ, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციაში. იქ დაგროვდა კრიტიკული მასა ამ ფაილებისა და ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების შემდეგ, როდესაც მათ აღარ ჰქონდათ სახელმწიფო ბერკეტები, ამ ინფორმაციით მერკანტილური მიზნით უკვე შანტაჟი და ეს ხალხი ყველა უკლებლი, ყველა ვინც ხელს იყო გაქცეულები ვინც არა, იქნა დაპატიმრებული მიცემული სისხლისამართლის პასუხისგებაში და გასამართლებული. ეხლა როგორ დავეთანხმო ნინოს, რომ რეაგირება სამართლებრივ იქ სადაც მიწვდა მართლმსაჯულების მსახრალი ხელი, რომ ნება არ იყო, ნება იყო და ერთის მხრივ იყო გარკვეულწილად იყო გეტყვით საბოტაჟიც. მაშინ მოუყვები პირდაპირ იმ кейსს, აი გეუბნებით. ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პირის მიმიერ დანაშაულებრივი საქმიანობის აი იმ წუთას რო იდენდა დანაშაულს ესეთი ინფორმაცია შემოვიდა. დავიწყეთ მის მიმართ გადაუდებელი ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელება და კანონით დადგა და მოვიპოვეთ მტკიცებულება. ისე კი არა რომ ჩავრთეთ და არაფერი არ მოვიპოვეთ მატერიალური მტკიცებულება მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ეს მატერიალური მტკიცებულება და მივიტანეთ მოსამართლესთან დაუდეთ მაგას ვთქვათ, აი ჩვენ გადაუდებელი აუცილებლობით დავიწყეთ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას, აი შედეგი, აი ნაყოფი ამ იმის და მან მოსამართლემ არც გვარს ვიტყვი, არც кейს ამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ სახელმწიფო საიდუმლოება უკანონოდ დაუსაბუთებლად ცნო გადაუდებლობა ამ ღონისძიებისა, როცა შედეგიც იყო. ეს და სხვა ასეთი გარემოებები ხშირ შემთხვევაში ეფექტურობას პროკურატურისას დაბლასწევდა. მე ამას ვეუბნები სამართლებრივ, აი სასამართლო საბოტაჟს ეწეოდნენ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები. ეს მოსამართლე თანამდებობაზეა, ეს მოსამართლე თანამდებობაზე. თქვენი ინფორმაციით, ბევრ ხო არ ვითხოვ ეხლა კონკრეტული გვარებს დასა, ბევრ მოსამართლეს აშანტაჟებდნენ. მოსამართლეებს თავუნერგეს, რომ ეხლა თუ ჩვენ დაგვიჭერეთ, მე მოგადგებიან თქვენ. ამიტომ მოსამართლეებმა, როდესაც ეკალი გამოისხეს და არ გვაძლევდნენ უფლებას რაღაცნაირად ბუფერულებს, აი მინისტრი, დეპარტამენტი, მოდი ესენი გარეთ იყვნენ, თორე ესენი თუ მოსუფთავდა, მე მოგვადგებენ კუბლაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, შეიძლება ადამიანური პასუხისმგებლობას. სისტემის წინაშე არის ის, რომ მან შთაუნერგა მოსამართლეებს, თუ ისინი იმოქმედებდნენ საბოტაჟის რეჟიმში, მაშინ ისინი გადარჩებოდნენ და მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში მოქმედებდნენ არარსებული საფრთხის საფრთხიდან, ანუ თავს იცავდნენ ავტოიმუნური, აი ალერგიის დროს რო ორგანიზმს ერთვება ცრუ ავტოიმუნური ფუნქცია, ავტოიმუნურ ფუნქციაში საქმიანობდა სისტემა, რომელმაც საკუთარი თავის იდენტიფიკაცია დამოუკიდებელ სისტემად ეხლა დაიწყო ახმა. ეს აბსოლუტურად ნინო, თქვენ აცნობიერებთ, არ უნდა გამოიყენოთ. სამკითხვაზე მაშინ ეხლა თუ გნებავთ, მაშინ გეტყვით. რა სჭირს? ვალერა.
ჩემს ცხოვრებაშიც იყო ვალერა. და მას ერქვა რიტა. ჩაი პრინცესა ნორი მაღალმთიანი მზესთან ისე ახლოს იზრდება, რომ მასთან იოლად შეიგრძნობს ნამდვილ სითბოს. ჩაი პრინცესა ნორი მაღალმთიანი ცხოვრებას მზით ავსებს. პროექტი ახალი თბილისი მოიცავს ისტორიული არეალების აღდგენა რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების განახლებას, ისტორიული სადარბაზოების აღდგენას, მუზეუმების აღდგენას და წყობაში მოყვანასთან, მწვანე რეკრეაციული ზონების დამატებას და აღდგენას. ეს არის აი ამ გრძელვადიანი დიდი პროექტის ძალიან პატარა ნაწილი. ვცდილობთ აღვადგინოთ ის უნიკალური ქალაქი, რომელიც გააზრებულად იყო დაგეგმილი. ჩვენ ახლა ვცდილობთ დავბრუნდეთ უკან, მაგრამ მომავალში. პროექტი ახალი თბილისი მოიცავს ისტორიული არეალების აღდგენა რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების განახლებას, ისტორიული სადარბაზოების აღდგენას, მუზეუმების აღდგენას და წყობაში მოყვანასთან, მწვანე რეკრეაციული ზონების დამატებას. პირველი ეტაპისთვის გაათვალისწინებულია აღმოჩენებლის გამზირის ნაწილის რეკონსტრუქცია, რომელთა შორისაც 45 შენობა შედის. აქ ხალხმა იმ განწყობით უნდა ისეირნოს, როგორც ევროპის საუკეთესო ქალაქებში. რძე ჭიქას 86%-ით აცხიმიანებს, კარაქი დანას 30%-ით. დღის განმავლობაში დაგროვებულ ცხიმებს ადვილად ვუმკლავდები, რადგან ავე ჩემი საიმედო პარტნიორია. ბოლო დროს ფულის ცესხება 5 მაგფასში გიწევს. ნუ გადაიხდი ზედმეტს, აიღე TBC ბანკის სწრაფი სესხი. აირჩიე საუკეთესო. Cinema Gugu, Nagaga, Olegola, Olewa. Cinema Gugu, Bake Rolls, de maniaki tu beki, tabuka tabakata, de mac uga, uga, nuga, oh nuga. Pizza? Pizza. 7 Days Bake Rolls. კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენა. Cinema Gugu Bake Rolls. მე მომწონს ვიყო განსხვავებული და ახლა ჩემი გარეგნობა უნაკლოა. დეოდორანტი უხილავი დაცვა ნივეასაგან ზრუნავს ჩემს კანზე და ტანსაცმელზე. შავი რჩება შავად, თეთრი რჩება თეთრად. დეოდორანტი უხილავი დაცვა, ნომერ 1 მსოფლიოში ლაქების წინააღმდეგ. აგრეთვე უხილავი დაცვა მისთვის ნივეა მენისგან. დედა, შეიძლება ჩემი თავძროხის სახლში? მამა, შეიძლება პატარა ბორბლების გარაშ უწოდო? ზოგჯერ ისეთი რთულია დათანხმდე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა ბავშვებს თავდაჯერებულობას მატებს. რასტიშკა კი მაძვლებს მატებს სიმტკიცეს, რადგან რასტიშკა შეიცავს D ვიტამინს და ორჯერ მეტ კალს ვიდრე ერთი ჭიქარზე. უთხარით კი ძლიერ ძვლებს, უთხარით კი ბედნიერ ბავშვობას რასტიშკასთან ერთად. რეკომენდებულია პედიატრთა ასოციაციის მიერ. მეტის ღირსი ხარ. დირსი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასები. განისაცხს დიდხანს იწოვდა და მაკიაჟის ხელახლა გაკეთება გზადაგზა გიწევს. სცადე ახალი საცხი Nivea Makeup Expert 2-1-ში. 1. სუბუქი ტექსტურა შეიწოვება 1 წუთში. 2. ფორმულა ლოტოსის ექსტრაქტით ატენიანებს და უვლის განს. და შენს მაკიაჟისათვის დრო დაგრჩა საცხით მაკიაჟის ქვეშ Makeup Expert Nivea-საგან. და არცალია მუშაობ. ფული გჭირდება? Sisilungi, Seschi Online. მეტის ღირსი ხარ. დირსი, გადაიხადე და იცხოვრე. რის თქმასაც არ უნდა ცდილობდეს შენი პატარა. პამპერსთან ერთად ეს არ იქნება ის, რომ მას მოუწია სველ საფენებში ძილი. პამპერსის საფენები არის უფრო მშრალი ვიდრე ჩვეულებრივი საფენები. მთელი ღამით 7 ძილისთვის, სიმშრალე 12 საათამდე და პატარას ბედნიერი დილისთვის. პამპერს არაფერი სურს, მხოლოდ სიყვარული, ძილი და თამაში. Procter & Gamble, ხარისხი მომგებიანია, თავად სცადეთ.
ფული გჭირდება? Sissilungi, Seschi online. რად მინდა ავტომობილი, რომელიც არ მჭირდება? რად მინდა ბინა, რომელიც თავიდან მოქვს გასაკეთებელი? დასვენება მეგობრებთან ერთად მერჩივნა. ჩაერთეთ ავერსის გათამაშებაში და მოიგეთ ფულადი პრიზები. შეიძინეთ ის, რაც გსურთ და აიხდინეთ ოცნებები. თამაშდება 5-ჯერ 5,000, 25,000 და მთავარი პრიზი 50,000 ლარი. Vivus-ში მომხმარებლებს ყოველთვის საუკეთესო პირობებით ასაჩუქრებს. პირველი სესხი კვლავაც უპროცენტოა. მიიღეთ ახლა 15 წუთში. Vivus-ში. გარემონტი. შეიქმნის საოცრებო სივრცე. ბრიკორამა. ფრანგული სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში. ცეცხლის ხაზს ჩვენი სტუმრები არიან ლაშა ნაცვლიშვილი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და ნინო ლომჯარია, ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები. სანამ განვაახლებ დისკუსიას, ნახოთ ჩვენი გამოკითხვა. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? სახელმწიფო უსაფრთხოება. როგორ ჩათვლით სახელმწიფო, ისე არ არის პრობლემა მის მენზე. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? პირადი თავისუფლება. მე თვითონ სამხედრო სახელმწიფო უსაფრთხოება, სახელმწიფო მოაგვაროს. პირადი თავისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოება. და პირადი თავისუფლება ალბათ. სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით მოსმენას არ ვეთანხმები. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია პირადი თავისუფლება. პირადი უსაფრთხოება უფრო მეტად მაღალებს, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოება. უსაფრთხოება თუ საჭირო და თუ სასამართლო დადგენილებით მოსმენა არის, მაშინ საჭირო რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია პირველ რიგში ადამიანის თავისუფლება და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. პირადი თავისუფლება ალბათ რა თქმა უნდა. სახელმწიფოს უსაფრთხოება. მე მერჩევნია სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს, ვინმე პირადი თავისუფლება. რო არის მინებოდეს მაგალითად სახელმწიფოსგან თუნდაც ტელეფონები რო არის მინებოდეს, მაშინ ბევრ რამეში ჭირდება ეს ქვეყანას ზოგადად და ხალხს. სახელმწიფო უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენი ინტერაქტივის კითხვა, რა უფრო დიდი ფასეულობაა თქვენთვის? პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? ლაშა, თქვენი საქმიანობის დროს უშიშროების სფეროში გამოგიყენებიათ თუ არა არასანქცირებული ფარული ჩანაწერი და გამოგიყენებიათ თუ არა ფიზიკური ზემოქმედების მეთოდი ეჭვმიტანილის მიმართ? გასაკვირველი არა. მგონი ეს კითხვა არის. თქვენ ხომ მკითხეთ მე ვარ თუ არა სისხლისამართლოს დანაშაული? არა. არა. დაუშვათ ინფორმაცია ჩანაწერი არის სრულიად კანონიერი გზით მოპოვებული სპეცსამსახურების მიერ. აქვს თუ არა უნარი და შესაძლებლობა ქართულ სპეცსამსახურებს რომ დაიცვას ეს ინფორმაცია, რათა არ მოხვდეს ის ხელში მაგალითად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ან საქართველოში დაინტერესებული პირების და შეიძლება ეს გახდეს შანტაჟის იარაღიც. მეცაც გეტყვის, არათუ უნარი, არათუ უფლება, მას აქვს ვალდებულება. როდესაც ხდება ესე იგი სასამართლო კანონიერი კონტროლი და ჩვენთან ასე ვთქვათ ფარული მიყურადება შესაძლებელია განხორციელდეს ორი რეჟიმით. ერთი არის სისხლის სამართლებრივი რეჟიმი, როდესაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ამას სჭირდება სასამართლოს ბრძანება, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირველი 12 საათი მოსამართლის ბრძანების გარეშე დაწყებას თვალთვალის და ამ შემთხვევაში თუ პირდაპირ წვდომა არ იქნა, ტექნიკურად თუ წვდომა არ იქნა, მაშინ ეს გადაუდებლობის ლეგიტიმური დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შესაძლებელია ღამის საათებში თუ სხვა, მაშინ არ კონდეს საშუალება დრო რომ მიმართო მოსამართლე. ამ დროს გადაუდებელი აუცილებლობა ჰქვია ამას და ამ დროს როდესაც იწყებს შენ კონტროლს, თვალთვალს, მიყურადებას, მაშინ თუ ტექნიკურად პირდაპირ არ ქონდა წვდომა, შეიძლება ლეგიტიმური მიზანი ვერ იქნას მიღწეული. თუმცა დისკუსია ამის თაობაზე რა დოზით და როგორი ფილტრით უნდა იყოს, ეს გასაგებია. რაც შეეხება კანონის ფარგლებში მოსმენას. კანონის ფარგლებში გარანტიას ვინ ძლევა რომ არ გაიჟონოს ფარგლებში მოსმენილი საუბარი უნდა გაიფილტროს და თუ ეს საუბარი ან ეს კადრები არ შეიცავს სისხლის სამართლის და აი იმ რეჟიმის რისთვისაც ისმინება. ადამიანი ისმინება დაუშვათ ტერორიზმის ბრალდება ეჭვია რომ ის ეწევა ტერორისტულ საქმიანობას ან სხვა კანონგარიშვალებას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი თუ რაიმე მოხდება
თუნდაც კანონით დადგენილ რეჟიმში ის ექვემდებარება დაუყოვნებლივ განადგურებას. არსად ის არ უნდა იყოს დაცული. ის უნდა განადგურდეს. ეს არის კანონის მოთხოვნა. მაშინ ესე იგი იქნება ჩადენილი დანაშაული და ჩვენ თუ განვიხილავთ ახლა რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავი ჩაიდას დანაშაულს. არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები დაცულნი არა დაუშვათ სპეცსამსახურების მხრიდან რაიმე კანონდარღვევისგან, არამედ იმ შემთხვევაში თუ არის დაუშვათ უყურადღებობა ან რაღაცა გადაცნობა. მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში გასამართლებული იქნა პირადი ცხოვრების ასახველი კადრების გამჟღავნებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. თუ ვინმე ჩათვლის რომ რახანმა საპატიმრო სასჯელი რა ტიპის ფაქტების გელა ხვედელიძეს გულს ხო ანუ გელა ხვედელიძე იქნა არათუ დასჯილი სისხლის არათუ გათავისუფლების გელა ხვედელიძე დაიხაჯა კონკრეტული საარქივო მასალიდან გატანის და კონკრეტული პირების შანტაჟის გამო ხო რაც შეეხება იმ სისტემურ ათეულობით კონსტიტუციის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ათეულობით თანამშრომელი არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული და გასამართლებული ზუსტად აი იმ ბრალდებით, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ პირადი ცხოვრების, ანუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის. ეს იქნებოდა. მე მეცაც გეტყვი. ის გამო რომ ეს ადამიანები აგროვებდნენ ამ ინფორმაციებს, მათი ინიციატივით და თვითონ იერარქია იქნა მთლიანად გამოვლენილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის დონეზე. აი ერთი ბოლო кейსი თუ არ ვცდები შოთა ხიზანიშვილს, ეხლა ხან ქარდავასთან ერთად მიესაჯა, ზუსტად უკანონო ანუ ეხლა მე არ მინდა ტერმინი უკანონო მოსმენების განხორციელების გული ბრალდებით იქნა პასუხისმგებაში და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გასამართლა ამ ანუ ჩვენ ხოთაშვილს თქვენ თქვით რომ დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ინფორმაცია თუ ის არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს რატომ არ იყო განადგურებული იმიტომ რომ უკანონოდ იყო მოპოვებული და საერთოდ იცით რა არის განადგურებაზე კი არის ყველაფერი იქ ყველაფერი რასაც მოიპოვებდნენ პრაქტიკულად ყველაფერი უკანონოდ იყო მოპოვებული მე ამიტომ საუბრობ ამიტომ ვლაპარაკობ პროგრესზე სად ვიყავით პროგრესი არ გედავებით მაგრამ მეტი გვინდა რა თქმა უნდა ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს თქვენ ამბობთ ჩვენ მოქალაქეები მუდმივად უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან რომ მან მოახერხოს რადაც არ უნდა დაუჯდეს დაიცვას ჩვენი როგორც თავისუფლებები ასევე ჩვენი უფლებები სიცოცხლის ჯანმრთელობის შრომის დასვენების და ასე შემდეგ თუ ეს არ შეგიძლია წადი სახლში ხელისუფალო იპოვე ოქროს კვეთა მაგრამ ის რომ ჩვენ ხელოვნურად მე არ მიყვარს სიტყვა საბოტაჟი მაგრამ აი კონსტიტუციური წესრიგზე მოვახდინოთ კონსტიტუციური წესრიგ შეუტიოთ და ადამიანების მშვიდობა შეუტიოთ ისე რომ განვაიარაღოთ ძალოვანი სტრუქტურები ისე რომ მათ ლეგიტიმურადაც ვეღარ შეცვლათ ჩვენ არა ეს არ უნდა დავუშვათ ანუ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადავაყოლოთ და ჩვენ როდესაც შევდივართ ადამიანის უფლებების დაცვის ემოციაში აი ამ დროს ჩვენც უნდა მოვახერხოთ რომ დავიცვათ სხვარი რომ ისე არ განვაიარაღოთ სახელმწიფო რომ მე როდესაც დადგება დრო მან ვეღარ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოების დაცვა. სხვათაშორის არა, მე არ ვამბობ რომ ამას ცელს. მე საფრანგეთში მაგალითად, ეხლა, როდესაც ტერორიზმის საფრთხე ესოდენ ცხადია, ჩვენ უყურებთ თითქმის იმპოტენტ სახელმწიფოს ვაკვირდებით. სახელმწიფოს, რომლის სპეციალურ სამსახურებსაც პრაქტიკულად აღარ აქვს იმუნიტეტი ესეთი ტიპის გამკავება მილიარდის გაზარდა უსაფრთხოების შესაძლოა გამოიწვია მუდმივმა პრესინგმა ადამიანის უფლებების დამცველს მე მაგ ნინოსთან კითხვა არა მე არ ვამბობ პროზია როგორ შეიძლება ყველას მოусმინეთ მაშინ და სუდაცულები იქნებით და ვიპოვოთ სწორი ბალანსი სწორად გავიაროთ სწორად ვიპოვოთ ბალანსი მოусმენთ საერთოდ დანაშაული არ მოხდება თუ ასე წამოვიდეთ მე მოსმენა ავიღე ყველას მოვусმინოთ თქო საჯარო დისკუსია ხა ჩვენ დააგვითუნეთ დრო ლაშა მახსენა ეს ადამიანთა უფლებების ემოცია მე ვიტყოდი არა ემოცია არამედ ათეტიკა რომელიც მე მგონი ამ თვალსაზრისით კი ბატონო აი თქვენ ეს კამპანია ისევ გვისმენენ აშკარად უწყობს ხელს მოსახლეობაში ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაჩენას არადა ეს თანამშრომლობა მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი რატომ
ქმნით ამ უნდობლობას სპეცსამსახურების მიმართ? რატომ ქმნით უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ? აი ეს მაინტერესებს გულწრფელად. პირველ რიგში ნამდვილად სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურები მიდრეკილნი არიან ძალაუფლების გადაჭარბებისკენ, იმიტომ რომ მათ ხელში არის ძალიან დიდი ბერკეტი იმისათვის, რომ ყველა თითოეული მოქალაქე ყავდეთ კონტროლის ქვეშ, რაც ნაწილობრივ მათი ფუნქციაც არის, მაგრამ როდესაც ეს მექანიზმები, ტექნიკური შესაძლებლობები და სამართლებრივი უფლებები და გარანტიები, რაც მათ აქვთ, ხდება უკონტროლო, როდესაც მათ არ ყავთ საზედამხედველო ორგანოები, როდესაც ისინი ანგარიშვალდებულად არ გრძნობენ თავს რომელიმე ინსტიტუციების მიმართ, როდესაც სასამართლო, როდესაც საგამოძიებო ორგანოები არიან პოლიტიზირებული, შეგიძლიათ დამისახელოთ, აი ეს ტოტალურობა ჩვენი სახელმწიფოში, ძალაუფლების გადამეტებისკენ და იმ დემოკრატიულ ქვეყნებშიც ამასაც კი პასუხობთ, რაზეც თქვათ აქცენტი მაგდამ გააკეთა, არა მარტო ამერიკაში, კანადაშიც კი ყოფილა ესეთი სკანდალები, დიდ ბრიტანეთში, მაგრამ თითოეულ ამ შემთხვევას მოყვა შემდეგ საპარლამენტო კონტროლის ინსტიტუციების გაძლიერება და მოკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციების შექმნა. საქართველოს ეხლა მოდი შევაგარებთ, ესე იგი, ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებენ ტოტალურ მოსმენას, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ეხლა ჩემზე კარგად იცით. ეს ინფორმაცია, ერთ-ერთი ინფორმატორი ამასთან დაკავშირებული იყო ცნობილი სნოუდენი. თქვენ იცით, რომ სნოუდენი არის აღიარებული დამნაშავედ, არის მოღალატედ, პრაქტიკულად შერაცხული. ამდენად, რა, ესე იგი, კონგრესის გამოძიებაზე არის საუბარი, როდესაც სნოუდენი არის პრაქტიკულად დევნი პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი გააჩნია რუსეთში. ამდენად, მე ვერ მივიღებ ამ თქვენს არგუმენტაციას, ფსევდოარგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება შეზღუდვა და არის მოქცეული ჩარჩოში. სწორედ ეს დისკუსია, რომელიც არის დღეს ამერიკაში და უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ეხება იმას, რომ სახელმწიფო საერთოდ ANB არის ესე იგი სადაზვერვო სამმართველო, არის სხვადასხვა ელექტრონული დაზვერვის სტრუქტურები, რომელიც ავტონომიურად აწარმოებენ ტოტალურ მოსმენას არა მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებს, არამედ ევროპის და სხვა ქვეყნების. მოქალაქეებს არ ქონდათ ინფორმაცია, ბატონო, და ვერ გაიგებდა, რომ არა გასკდა. კი ბატონო, თქვენ ისიც ვაგია კონგრესმენებმა, კონგრესმენები, როდესაც იღებდნენ პატრიოტთა აქტს, სხვათა შორის ამ პატრიოტთა აქტს. ფონზე, პანიკურ ფონზე. კი ბატონო, და ეს პანიკა უსაფუძვლოა. მაგდა შეთქვი, რომ ეს არის მითიური საფრთხე. თურქეთი მითური საფრთხეა, კვირაში ტერორისტული საფრანგეთი. მომისმინეთ, თქვენ ისიც ვაგია. სპეცსამსახურების გაძლიერება ეს არ არის ობიექტური ტენდენცია, რომელიც არის ადეკვატური იმ რისკებთან და იმ საფრთხეებთან, რომელშიც დღეს გლობალურ სამყაროში არის. ნინო, მითხარით, სად არის ზღვარი? სხვარი მოგახსენებთ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, იმიტომ რომ თქვენ კითხვა დაუსვით ლაშას, უკანონოდ ხო არ უსმენდითო. რეალურად პრობლემა არის ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის უწყებებს და ტექნიკურად ამით აღჭურვილ სამსახურებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მაშინაც კი ჰქონდეთ ტექნიკური წვდომა ნებისმიერი მოქალაქის პირად საუბარზე, ისეთ შემთხვევაშიც კი შეუძლიათ მოусმინენ, რომ ამისთვის მათ არ სჭირდებათ სასამართლოს ნებართვა. კი სამართლებრივად პროცედურა არის ის, რომ პროკურატურამ სუსმა უნდა მიმართოს, სასამართლოს უნდა მიიღოს, თქვათ, ნებართვა და ამის შემდეგ იწყება მოსმენა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორით ამის შემდეგ ერთვება ამ კონტროლში, მაგრამ ამავე ინსპექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოზე განხილვაზე განაცხადა და საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნით დაადასტურა, რომ ტექნიკურად მათ მაინც აქვთ პირდაპირი წვდომა, ისე რომ საერთოდ არ გაიარონ ეს პროცედურები, სასამართლებრივი პროცედურები და აქედან გამომდინარე, ამიტომ შეიცავს ეს საკითხი საფრთხეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პირადი ცხოვრების უსაფრთხოებას. ეხლა დაუბრუნდები სისტემურობას დაუბრუნდები, აუცილებლად დავიწყებ. და მხოლოდ არ არღვევთ პრეზუმპციას, როდესაც სპეცსამსახურებს ადანაშაულთ იმაში რაც არ გაუკეთებია. მოდი, პირველ რიგში პატარა სტატისტიკა მინდა მოგიყვანოთ გამოკითხვის, რომელიც CRRC-მ ჩაატარა ამ გაზაფხულზე. 64% მოქალაქეების დაიწყოთ ძალიან 64% მოქალაქეების არ საუბრობს პირად საიდუმლოების შესახებ ტელეფონზე, 69% არ საუბრობს კრიტიკულად პოლიტიკურ საკითხებზე, როდესაც ისინი ტელეფონით საუბრობენ და 63%-ს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ უკანონო მოსმენებს. ეს მხოლოდ საზოგადოების განწყობები. ადგენს იმას, რომ დღევანდელი ვითარება პრაქტიკულად რაღაცა ემსგავსება იმ ორველის, ესე იგი, რომანში აი ამ
ესე იგი ტოტალიტარულ ქვეყანას, ეს არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მიზანმიმართულად თავად ესე იგი ამკვიდრებდნენ აი ამ რეჟიმს ტოტალური მოსმენების და ტოტალური თვალთვალის. ამდენად ეს კომპანია არანაირ ნდობას არ იწვევს და პირიქითაც CRRC-ის ინფორმაცია არ არის სანდო. ამას ერთ მნიშვნელოვნად ვამბობ. არ დაეჯერება, იმიტომ რომ არის უხეში შეცდომები პოლიტიკური რეიტინგების გაზომვის დროს არის 15-20%-იანი ცდომილებები და საინტერესოა ვინ მისცა შეკვეთა, ვის საინტერესოა. ძალიან ბევრი ახლობელი ტელეფონში დარწმუნებული ვარ გეუბნებათ რომ ეს არ არის სატელეფონო საუბარი. თქვენ რო დავანებოთ თავი ვინ ჩაატარა, ეხლა მე ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის, ცოტა დემაგოგია იყო, რასაც თქვენი საუბრეთ, მაგრამ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ამის შეგრძნება, თუნდაც იმ პოლიტიკოსებს კიდე დაურეკოთ. ან ჩავატაროთ ექსპერიმენტი, ვინც იცავს დღევანდელ სისტემას ერთი წუთით და ვეცადოთ ძალიან კრიტიკული საკითხებზე ვესაუბროთ ტელეფონით, რამდენად ისაუბრებენ ისინი ტელეფონით და რამდენად ესაუბრებთ თქვენს კოლეგებს, მეგობრებს. აი თქვენ გაქვთ ეს განცდა, რომ ესე იგი ისმინება. ჩემთვის საკმარისი არ არის ერთი და ორი პირის განცხადება, რომ ჩვენ დღეს აღარ უსვენთ, როდესაც დამეთანხმეთ, რომ ხდებოდა სისტემურად მოსმენები, როდესაც იგივე შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოაჩინეს 30,000-მდე ფაილი, რომელიც შეიცავდა მოსმენებს სასტუმროებში, რესტორნებში, პარტიულ ოფისებში და ასე შემდეგ. ვინმე მოგცა იმის მტკიცებულება, რომ ის თუნდაც ის მოწყობილობები, რაც იყო იქ დამონტაჟებული, ამოიღეს იქიდან, ვინმე დაისაჯა სისტემური დანაშაულისთვის, ვიცით ვინ იყო შემკვეთები, რისთვის გროვდებოდა, ვის ავალებდნენ. იქნებ ის ადამიანები დღემდე კვლავ მუშაობენ იმ სისტემაში და იყენებენ ახლა უკვე სხვა ადამიანების მოსასმენად. მე ამაზე პასუხები არ მიმიღეთ, რომ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამაზე მიმეღო პასუხი და დღეს არ მიწევდეს ამ ყველაფერზე საუბარი და ძალიან მშვიდად ვიქნებოდი. დაუჭერდით ხარ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შექმნას. მე მესმის, რომ კამპანია სჭირდება ნევსაცხებელი, აჯიკა, არ ვიცი რაღაც ის, მაგრამ ისევ გვისმენენ. ჩემთვის კატეგორიული მტკიცებაა და ცოტა უსამართლოა. ჩემს პროკურორულ და უშიშროების კურსს უდასხმენ. ისევ ხომ არ გვისმენენ, კითხვა დაგვესვა. ჩემი აზრით, ეს მეც ხომ აქვს ლეგიტიმური უფლება თქვენი კრიტიკის. აი, ესეთი მტკიცება, რომ ისევ გვისმენენ, კამპანიას ქონდა სლოგანი, ისევ გვისმენენ. მე არ ვეთანხმები. იქნებ არის განცდა ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომ მათი ფუნქცია, ისინი ფუნქციას კარგავენ რეალურად. აი ეს აურულებია და აძლიერებენ ამ ინტენციას ისევ გვისმენენ. არასდროს არ დაკარგავენ ფუნქციას, თუ ისინი დაკავდებიან სამართლის ფუნქციით. თუ ისინი არ გადავდნენ პოლიტიკურ. ფიქრობთ, რომ დღეს აქტუალური არ არის გვისმენენ თუ არ გვისმენენ. რატომ გონიათ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს შეეხო, თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში ეს მათთვის არ იყო? გადაცემის განმავლობაში დამისახელეთ ეს ადამიანი, რომელსაც იცნობ კონკრეტულად და დასაბუთებულად, ვის უსვენენ? აი მე მეცადე სახელმწიფოს პრობლემა არ არის, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფოს პრობლემა არის, მაგრამ სახელმწიფოს უზნელდება ამ გამოძიების განხორციელებას ტექნოლოგიურად. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტიც კი იყო ჩამოსული, მაგრამ დღემდე ჩვენ ვერ ვნახეთ კონკრეტული შედეგი, ვინაიდან ტექნოლოგიურად, ობიექტურად ეს არის მე ვფიქრობ, რომ ეს არის თქვენი განცდა. როდესაც საპირისპირო, რა თქმა უნდა, პირველი ეჭვი და პირველი ეს თქვა ეჭვმიტანილი არის სახელმწიფო, რომელსაც აქ ამის თქვენ აქეთ კონცენტრირება. რომ წარიყოს სახელმწიფოს აკვალდებულება, დამიცვას და დასაჯოს. არა, სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფოს სახელმწიფო არ პირველი ეჭვმიტანილი მე მეცად გეტყვი. აი ნახეთ, ჩვენ დღევანდელ ვითარებაში გვაქვს პრობლემა, ჩვენ ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და დაიბრუნოს ან აღადგინოს ან დაამკვიდროს ნდობა სახელმწიფოს მიმართ. ნდობა სახელმწიფოს მიმართ ჩვენ ადამიანებს ერს, რომელსაც სახელმწიფოებრივი ხანგრძლივი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება ასე წყვეტა ჰქონდა და უცხო სახელმწიფოში ცხოვრობდით, ჩვენ ხო სოლიდარული პატიმრის მიმართ უფრო ვართ, ვიდრე მისი გამსამართლების თუ ძალადობრივი დანაშაულზე არა. მოდი საკუთარ გულში ჩავთვალოთ, ჩვენ ხო პატიმრისკენ უფრო ვართ, ვიდრე შინაგანად სახელმწიფოს არ ვენდობით. ან იყო, ესე იგი, რუსული ჩექმა, ან იყო საბჭოთა კავშირი თავის 37 წლით, ან იყო ეს ქაოსი, თუნდაც ის პერიოდი, როდესაც იყო სამოქალაქო, როდესაც მოქალაქე ყოველთვის იყო ეჭვით უყურებდა სახელმწიფოს. აი ხა მე გეტყვი, ზუსტად იმ პროგრესის მიზნით, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ყოფილიყო მაქსიმალურად
დაცული და გარკვეული პრევენციული ღონისძიება მიეღო საკანონმდებლოდ, რომ ასე თქვა, წაღმა უკუღმა არ ესმინათ ხალხისთვის, თუნდაც სასამართლოს მიმართ, შემოტანილი იქნა ესეთი საკანონმდებლო ნორმა, რომ როდესაც ადამიანის მიმართ სასამართლოს კანონი დადგენილი წესით ხდება მიყურადება და მიყურადება დასრულდება და არ დადგინდება დაუშვათ არანაირი დანაშაულება ამ ადამიანს ობიექტს, რომლის პირად ცხოვრებაში შეიჭრნენ ლეგიტიმურად, მას აცნობებენ, რომ თქვენ გისმენდნენ აპრილიდან მაისის ჩათვლით. მე ვიყავი ამ იდეის, ამ საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგი და არა იმიტომ, რომ ეს რამენაირად ზღუდავდა სამართალდამცავად. მიმაჩნია, რომ ის დებულება, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს აცნობს მოქალაქეს, რომ ის მას უთვალთვალებდა, ეს არ უწყობს ხელს მოქალაქეებიდან სახელმწიფოსადმი ნდობის აღდგენას. მე ასე მიმაჩნია. ნაცვლისშვილი ნინო ლომჯარია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი ინტერაქტივის კითხვა იყო, რა უფრო დიდი ფასეულობაა თქვენთვის, პირადი თავისუფლება თუ სახელმწიფო უსაფრთხოება? შედეგებს თქვენ ეკრანზე ხედავთ.